საქართველოს კანონმდებლობით 2014 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაყიდვა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის ნომერი 0153 ბრძანებით განისაზღვრა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა ნომერ 3 რეცეპტზე გამოწერისა და აფთიაქიდან ამ რეცეპტით პრეპარატის გაცემის წესები. ფორმა ნომერ 3 რეცეპტის ბლანკზე გამოიწერება მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი. ფარმაცევტულ პროდუქტს ნიშნავს და რეცეპტზე გამოწერს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი, სერტიფიცირებული ექიმის სპეციალისტი. აკრძალულია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არ მქონე ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტზე გამოწერა, სანარკოზე საშუალებების და პერიფერიული მიორელაქსანტების რეცეპტზე გამოწერა და საცალო რეალიზაცია. ერთ რეცეპტზე გამოიწერება ერთი ფარმაცევტული პროდუქტი. რეცეპტის მოქმედების ვადას დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად ადგენს ექიმი. რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც. არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით. ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების, ასევე კონტრაცეფციის ორალური საშუალებების შემთხვევაში გამოწერილი რეცეპტის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს 1 წლით. ფარმაცევტული პროდუქტის მიღების წესი, რომელშიც მითითებულია ფარმაცევტული პროდუქტის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა, შეყვანის გზები და პაციენტისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია იწერება სახელმწიფო ენაზე. ნებადართულია რეცეპტის მრავალჯერადად გამოყენება რეცეპტის მოქმედების ვადისა და ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერილი რაოდენობის ამოწურვამდე. სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულნი არიან დაიცვან კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, კერძოდ, იმოქმედონ მხოლოდ პაციენტის ინტერესების შესაბამისად. პაციენტის ინტერესებთან დაკავშირებული პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი. პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის მესამე პირის სასარგებლოდ. არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან ფარმაცევტულ კომპანიასთან პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ და პაციენტის საზიანოდ. კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების ან ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეცეპტის B და C განყოფილება ივსება აფთიაქში რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ. რეცეპტის B განყოფილების თითოეული ნაწილი უნდა დამოწმდეს ამ დაწესებულების ან წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 1 პუნქტით განსაზღვრული ფარმაცევტული განათლების მქონე პერსონალის ან დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტის ფიზიკური პირის მიერ. რეცეპტის C განყოფილებაში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება მიეთითება სავაჭრო დასახელებით. აფთიაქში რეცეპტის წარდგენისას და რეცეპტზე გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის არასრულად შეძენისას C განყოფილებაში შევსებულ უჯრას იტოვებს აფთიაქი, ხოლო B განყოფილება რჩება რეცეპტის ძირითად ანაწილთან ერთად, რომელიც უბრუნდება პაციენტს. რეცეპტის ვადის ამოწურვის ან გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის სრულად გაცემის შემთხვევაში რეცეპტი რჩება აფთიაქს. აფთიაქის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისას C განყოფილების შევსებული ვერსია და ან რეცეპტი შეინახოს ფარმაცევტული პროდუქტის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში. ამ წესით დადგენილი ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერის წესის დარღვევით შევსებული რეცეპტი მიიჩნევა გაუქმებულად და აფთიაქში მისი წარდგენისას ფარმაცევტული პროდუქტი არ გაიცემა. რეცეპტი გადაიხაზება, მიეთითება გაუცემლობის მიზეზი და უბრუნდება პაციენტს. რეცეპტზე გამოსაწერი ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ რეალიზაცია წარმოადგენს ფარმაცევტული საქმიანობის წესების დარღვევას და გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.